მე ვარ ლევან ებრალიძე, კერამიკის შემოქმედებით სახელოსნო ებრას დამფუძნებელი და კერამიკოსი. ეს არის ჩემი პორტრეტი საქართველოს ინსაიტისთვის. პირველი შეხება მქონდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში. მამაჩემს ჰქონდა სახელოსნო, ხატვარი იყო ჩემი. და ბუნებრივია მეც დავდიოდი ხოლმე პატარა ბიჭი. ის ატმოსფერო რაც იქ იყო ჩემთვის ზღაპრული გარემო იყო და ეს პირველი ანაბანაც იქვეზიარე კერამიკის. შემდეგ საკმაოდ დიდი პაუზა მოხდა კერამიკის ამბავში, მაგრამ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ყოველთვის მქონდა მიზანი და სურვილი, რომ აღმედგინა მუშაობა კერამიკაზე და როგორც იქნა ბოლო 3 წელი დაახლოებით ის შეუძლებით. თვითონ იდეას და კონცეფციას რაც შეეხება, ბევრი რამე შეიძლება იყოს წყარო, ზოგჯერ არის რო თქვა წინასწარ რაღაც ესკიზს აკეთებ და კომპოზიცია, ფორმა, ფერები ძირითადად თავიდანვე გაქვს გათვლილი. ზოგჯერ შეიძლება რაღაც კედელს შეხედო და ჭრილში რაღაცა დაინახო. ანუ ხედვა არის თავარი, რაღაცა დაინახო, რომელსაც უკვე აყალიბებ იდეაში და უკვე განახორციელებ მე ამ იდეას უშუალოდ მუშაობაში. თავისუფლების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ექსპერიმენტი უფრო საინტერესოა, თქვა, უბრალოდ ხის გუნდა, რომ აიღო და წინასწარ არაფერი არ გაქვს საერთოდ გათვლილი და ეს რაღაც ხელს მიყვები, ასე ვთქვა და რაღაცა გამოდის და როგორ განწყობაზეც ხარ, იმ მიმართულებით მიდის ეს შენი სამუშაო და ყოველ განწყობას თავისი სახე აქვს, ასე ვთქვა. ფერი ამბობ, ხო, ფერს შეეხება. ფერის ფორმაც, ზოგჯერ ზომაც. განსაკუთრებული არის ჩვენი სახელოსნოს ემბლემა, ეს ქვევრი, დეკორატიული ვაზით მორთული. ეს ორნამენტი თავის დროზე მამაჩემმა შექმნა თავის სახელოსნოში და მინდოდა, რომ ეს გამეცოცხლებინა და ეს ტრადიცია შემენარჩუნებინა. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა ჩემი აზრით საქართველოსი, ჩვენი ისტორიის ვაზი, ქვევრი, ღვინო. და ეს ყველაფერი ამ ერთ სიმბოლოში ჩავდიეთ და ეს არის ყველაზე განსაკუთრებული ჩემთვის. გარდა შემოქმედებითი განვითარებისა, ურჩევდი განსაკუთრებით ახალგაზრდებს და დამწყებებს, რომ აუცილებლად იზრუნონ ცხოვრების ეკონომიკურ მხარეზე. მგონი სალვადორ დალიმ თქვა ეგეთი რაღაცა, რომ მხატვრებს მიმართავდა, რომ ჯერ გამდიდრდით და მერე დახატეთო. ყოველ შემთხვევაში მომავალი დარწმუნებული ვარ, რომ გამორჩეული იქნება საქართველოს ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში.